დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან ცოტად რო გრჩება მე ვაძლევ ნახევარწუთს გიას არ შევაწყვეტინებ რა სიტყვით ბატონო გია პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაცია ორჯერ დამისვით ეს კითხვა აღარ შეგაწუხებთ გიპასუხებთ დიახ პრორუსული პროპაგანდა არის გაძლიერებული არა მარტო საქართველოში არამედ გაძლიერებული არის ზოგადად მთელ მსოფლიოში ევროპამ და დანარჩენმა მსოფლიომ უკვე დაიწყო ბოლო წელიწადი განსაკუთრებით ცოტა კიდე უფრო მეტი დაიწყო ამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება მე არ გახლავართ ის ადამიანი რომელიც ზოგადად რაიმეს აკრძალვას დაუჭერს მხარს და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიკური შემთხვევა ჩვენ შემთხვევაში მე მგონი ალბათ აი თუ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებზე დავიწყებთ საუბარს ალბათ იმით უნდა დავიწყოთ რომ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ღიად პრორუსული მედია საშუალებების დაფინანსება და ჩვენ ვიცით რომ წინა წლის ბიუჯეტიდან ასეთი დაფინანსება ხდებოდა მეორე რაც ჩვენ ალბათ უნდა გავაკეთოთ და მე არ ვიცი მე თქვენგან გავიგე და ვნახე ეს განცხადება რაც ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაციას აქვს გაკეთებული ვნახოთ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია რა კანონპროექტს წარმოადგენს იცით რა ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიკური შემთხვევა შესაძლებელია რომ ჩვენთან კანონი იყოს საჭირო ასეთი კანონი მოქმედებდა ევროპის კავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგალითად ბალტიის ქვეყნებში მაგალითად ლატვიაში იცით რა არის გარკვეული შემთხვევები როდესაც კი მე ამის საჭიროებას ხედავ ძალიან ხო თქვათ რა სად არის ეს ტელევიზიები სად არის ეს საშუალებები პრორუსული ვერ ხედავთ აი მითხარით რომელი ეხლა ბატონო გიორგი თქვენ თვითონ წარმოადგენთ ღია დეკლარირებულად პრორუსულ პარტიას და ეხლა თქვენ შეიძლება ამას ვერ ხედავდეთ ხო ბატონო გიორგი თქვენ წარმოადგენთ ღიად დეკლარირებულად პრორუსულ პარტიას და ბუნებრივია რომ თქვენ თქვათ ამას ვერ ხედავთ და ქართულ ინტერესებზე არ ამგონია რომ ხა ჩემზე პროქართული პოლიტიკური ძალა რო განდებოდეს ძალიან მე საშუალებები მითხარით რომელია აიღეთ ის მედია საშუალებები რომლებიც ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან მოისმინეთ კარგად თქვენ ბრძანდებით ამ პროპაგანდის კომპეტენციაზე რომ ლაპარაკობ მაგაზგულის საინფორმაციო გამოშვება უნდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ძალიან გთხოვ ძალიან მედია საშუალებები მითხარით რომელია ხედავთ თქვენ ამის საჭიროებას ქალბატონო და შეიძლება ბატონ გიორგის რო ბატონ გიორგი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს ხო საჯარო ინფორმაცია ამოიღეთ ეს საჯარო ინფორმაცია და ნახეთ რომელი მედია საშუალებები შეიძლება საერთოდ პრორუსულ მედია საშუალებებს არ ცნობდეთ საქართველოში ხო ვერ ხედავთ ხო ბატონო და ORT-ს და NTV-ს გულისხმობთ რომელიც ცდილდება რაშუაშია მადლობა ORT და საერთოდ სპუტნიკმა შეგაშინა და პრორუსული პროპაგანდის ისე მანქანა ცხოვრებაში პირველად თქვენ არ შეგიხედავთ არასდროს სად და როგორ იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი არის საერთოდ რამდენია საქართველოს ბიუჯეტი და რა ტელევიზია ასაუბროს ახლა კომპეტენტურად აიღეთ ჩახედეთ და ნახეთ რომელია და როგორ არის ჩემგან უნდა იგებთ ეთერში მოდიხართ მოუმზადებელს ჩემგან უნდა იგებთ ასავალ დასავალია მაგალითად ასავალ დასავალი ხო საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედი ვის ინტერესებს ემსახურება ჩამომithვალეთ ერთი ქართული ტელევიზია ჩამომithვალეთ ის თუ ნახეთ რომ 33 ნომერი ყოფილვარ სადღაც პრიორიტეტებში ხა ის ვერ ნახეთ ბიუჯეტი სად იხარჯება და რაში იხარჯება და როგორ დიდი მადლობა მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ დროში ვერ ჩავჯექი ეს არის ჩემი მინუსი მაპატიეთ უნდა დავასრულოთ საინფორმაციო გამოშვება დაიწყო ამ თემაზე იგივე შემადგენლობით სიამოვნებით გიმასპინძლებთ ეს არის ძალიან სერიოზული თემა არის თუ არა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დასარეგულირებლად საჭირო ცვლილებების პროექტი ახლა კი ახალი ამბები და ეთუნა ინცკერველი წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და იმედია ჩემი სტუმრები ძალიან არ გამიბრაზდებიან